მადლობა საქართველო, კლავსიამოვნებით მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი ჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, ასევე YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს, დადგა ხუთშაბათი დილა და შემოგვერთა კახა გელაშვილი, რომელსაც სიამოვნებით მივესალმებით, დილა მშვიდობისა კახა. დილა მშვიდობისა და თო მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს, პირველად მიწევს ასეთ ახალ სტუდიაში ახალი სეზონი და წარმატებები რა თქმა უნდა ჩვენს გუნდს, ჩვენს რადიო ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ასევე. ესე იგი, გუნდურობა შენ სწორად აღნიშნე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ფრონტზე, რა თქმა უნდა, საქმის კეთების დროს, სპორტში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ მნიშვნელოვანია გუნდის ყველა წევრი იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, ერთიანი, იმისთვის რომ შედეგი იყოს სასურველი. კვირა დავიწყეთ 3 დიდი გამარჯვებით, შეგვიძლია ვთქვათ, პირველი არის კალათბურთის საოცარი შედეგი, რომლითაც ორშაბათი დილა ფაქტობრივად იყო განსაკუთრებული ჩემთვის, ბრწყინვალე გამარჯვება საფრანგეთის ნაკრებზე და გასვლა მეოთხედფინალში ევრობასკეტზე, ასევე ევროპული ნაკრების ეროვნული ნაკრების გამაჯერებელი გამარჯვება ბულგარეთზე და კიდევ ერთი გამარჯვება პარაფარიკაობაში ჩვენი გოგოების ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ხა გუშინ კალათბურთზე ის შედეგი არ დადგა რაც გვინდოდა 93-79 წავაგეთ ფინეთთან, მაგრამ ისტორია დაიწერა. რა თქმა უნდა. მოდი ვთქვათ, რას ნიშნავს ეს, იმიტომ რომ მთელი კვირაა გვესმის, რით არის გამორჩეული ის შედეგი, რომელიც ვაჩვენეთ კვირას და რომელზედაც ვისაუბრეთ ორშაბათს დილიდან ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში და რა შესაძლებლობები მოგვცა, რა დაგვანახა ამ თამაშმა. პირველ რიგში მინდა ყველა გულშემატკივარს, კალათბურთის ქართველ გულშემატკივარს მივულოცო, ეს წარმატებაა უდაოდ კონტინენტის, ევროპის 8 საუკეთესო ეროვნულ ნაკრებს შორის მოხვდა ჩვენი ეროვნული ნაკრები. პირველად ქონდა შანსი ერთხელ გავსულიყავით მეოთხედფინალში, თუმცა არ გავგიმართლა, ამჯერად მეოთხედფინალში ითამაშა ნაკრებმა, იქ სადაც ვერ გავიდა იგივე წინა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთი, რომელიც ჩვენთან მარცხის შემდეგ ფაქტობრივად ჯგუფში ჩარჩა, იმის მერე კი დამარცხდა იტალიასთანაც, საბერძნეთთანაც, მაგრამ როგორც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ქართველი გულშემატკივარი განიხილავდა, რომ მთავარი იყო ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინის და კვიპროსის დამარცხება და ამის შემდეგ ჩვენ მოვიპოვებდით play-off-ში ასპარეზობის უფლებას, ისე განიხილავდნენ ესპანელები, საქართველოს არ ცვლიდნენ კონკურენტად, მათთვის უპირველესი კონკურენტები იყვნენ, რა თქმა უნდა, საბერძნეთი და ასევე იტალიის ნაკრები. თუმცა პირველივე სასტარტო შეხვედრა, ცივი შხაპი, როგორც ტერმინს ხმარობენ ხოლმე ევროპის შემოქმედი იმ პერიოდის მოქმედი ჩემპიონისთვის და ამის შემდეგ ურთულესი მატჩები მარცხი იტალიასთან, შემდეგ საბერძნეთთანაც, როგორც ვიცით, საბერძნეთის ნაკრების გამარჯვებამ ესპანეთთან გაგვიყოლა ჩვენს play-off-ში, ესპანეთს რომ მოეგო საბერძნეთისთვის, გუნდისთვის, რომელიც უკვე გასული იყო ისედაც play-off-ში, ჩვენს მაგივრად ესპანეთი აღმოჩნდებოდა იქ და შედგებოდა ესპანეთის საფრანგეთის დაპირისპირება, მაგრამ საბერძნეთმა მოიგო. გავედით მერვედ ფინალში, შეხვდა იქ საფრანგეთი, რომელიც ესპანეთის მსგავსად ევროპის ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიტთა შორის მოიაზრებოდნენ, მართალია აკლდა საფრანგეთს რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საფრანგეთის ჩემპიონატი გნებავთ, ეროვნული ჩემპიონატი გნებავთ, ვთქვათ, კალათბურთელების სიმრავლე, როგორც NBA-ში, ამერიკულ ლიგაში, ასევე წამყვან ევროპულ საკალათბურთო კლუბებში საფრანგეთს თავისუფლად ლავირების საშუალებას აძლევს, რომ ეს დეფიციტი არ ქონდეს ჩვენგან განსხვავებით. და აი ეს ისტორიული შედეგია, რა თქმა უნდა, ფინეთთანაც თუ საფრანგეთს მოუგეთ და ესპანეთს თავისუფლად შეიძლება მოუგოთ ფინეთსაც იყო ესეთი ვარაუდები და მოლოდინიც მთელი კვირის განმავლობაში. რა თქმა უნდა, კი, რომ ფინეთთანაც, თუმცა ფინეთი, როგორც იტყვიან,
ასეთი გაუვალი ბარიერი აღმოჩნდა, უსწრაფესი კალათბურთელები, ძალიან დაალაგებული, ცივსისხლიანი კალათბურთელები შეიძლება ითქვას, ნებისმიერ საჭირო მომენტში 6 ქულამდე შევამცირეთ, 20 ქულას ვაგებდით. 6 ქულამდე შევამცირეთ და ზუსტად ამ დროს ჩავიგდეს 3 ქულიანი პლუს ამას მოყვა ქართველი კალათბურთელების გაძევება მოედნიდან, ტექნიკური და არასპორტული ჯარიმები, ჯერ გოგა ბითაძე, შემდეგ თორნიკე შენგელია, ორი ლიდერის ასე გამოკლება, რა თქმა უნდა, უკვე განწირული იყო ნაკრები მარცხისთვის, მიუხედავად ამისა, ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა, ეს არ ვიცი, არის იყო საუბრები ზოგი თქვათ დამსინავად საუბრობდა იქ როგორ წავაგეთ იმათთან, როგორ მახსენდება მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც გერმანია მოვიგო და გერმანიასთან როგორ უნდა წააგო და გერმანია მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ეხლა ევროპის ჩემპიონატის ნომერი პირველი ფავორიტია ჩემი აზრით. ნებისმიერ არ შეიძლება ესე რომ თქვათ წაფორხილება სპორტსმენი იქნება ის თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, აი ასე გააქილიკო და უარყოფით კონტექსტში ახსენო ნებისმიერ დროს. ეს ბიჭები საქართველოს ნაკრების კალათბურთელები არიან ნამდვილი საქართველოს წარმოაჩინეს მათ არის საუკეთესო კუთხით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ სადაც ვერ მოხდნენ საკალათბურთო გრანდები, ჩვენზე უფრო მდიდარი ისტორიის, საკალათბურთო ისტორიის მქონე ეროვნული გუნდები, გავიდა იქ საქართველოს ნაკრები, დარჩება ეს ისტორიაში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი, სადაც 8 საუკეთესო გუნდ შორის თამაშა საქართველოს ნაკრებმა და ითამაშა ღირსეულად, ვაჟკაცურად ბოლომდე იბრძოლა. ფინეთი გერმანიას ხვდება, გუშინ გერმანიამ ლუკა დონჩიჩის სლოვენია გამოდიშა ასევე ურთულეს ბრძოლაში და ვერ იტყვის ვერავინ, რომ გერმანია იოლად გაისეინებს ფინეთთან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ფინეთს ესეთი კარგი თავად განსაჯეთ 17 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ანუ 51 ქულა მარტო პერიმეტრიდან სუსტი ტყორცნებით. ეს 51 ქულა არის ფინელთან მიერ მოპოვებული 93 ქულაზე მეტი. ნახევარზე მეტი, 93 ქულაზე ნახევარზე მეტი. პერიმეტრიდან 55%-იანი სიზუსტი ცროლა. საოცარი შედეგია. ჩვენებმა 32%-ით ისროლის, არ ჩვენებს ჰქონდათ ცუდი შედეგი, თუმცა მათთან და რაც ყველაზე მთავარია ფინელების სროლები ნახევარზე მეტი იყო, აი არ ვიცი ურთულესი პოზიციიდან. ესეთი ერთი ბურთი საერთოდ ცენტრი ლამის ცენტრიდან ჩაგვიგდეს, როდესაც 6 ქულამდე შევამცირეთ მეორე მეოთხედის ბოლო წამზე და 9 ქული დაწინაურდნენ. ანუ ასეთ გუნდთან თანაბარი ბრძოლა და მოგებაზე ფიქრი რთულია. თან არის ახლა ესეთი გამოთქმა კალათბურთში, რომ ისური ან ჩავარდება ან არა. ამათი თითქმის ყველაფერი ვარდებოდა. ბოლოს სერბეთი გამოთიშეს წინა ეტაპზე პლეი-ოფისა ნიკოლა იოკიჩის და ვარსკვლავური სერბეთი ასევე ფავორიტთა შორის მიჩნეული ნაკრები. სერბეთმა ჩვენ თუ ფრანგები დავამარცხეთ, იმათმა სერბები დაამარცხეს და ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან რთულია, მით უმეტეს ჩვენი ახილევსის ქუსლი, პერიმეტრის გადაკეთება, ვერ ვუშლით ხელს. ბოლომდე მთელი მატჩის პირველ ტაიმში ჩავიგდეს უმრავლესობა სამქულიანებისა, მეორე ტაიმში ოდნავ გამოვაკეთეთ და სწორედ იმან წამოვიდა ინერციით. ეს პირველ ტაიმში იმის აღმოფხრაზე დაიხარჯა მთელი გუნდი და მიახლოება და საპასუხო სამქულიანი ერთი იყო. რთულია, რა თქმა უნდა, ესეთ გუნდთან თამაში. ეს უკვე სხვა კალათბურთია, ეს კალათბურთი, რომელიც თქვათ ცოტა რამდენიმე წლის წინ იყო. ის აღარ არის აქ სამქულიანებს ჩაგიგდებენ, შენ აგდე ორქულიანი რამდენიც გინდა საბოლოო ჯამში ანგარიში მაინც უკან ხარ. გუშინდელი მატჩის ერთი დეტალს მინდა შევეხო, გიორგი შერმადინი, ჩვენი ნაკრების ვეტერანი ცენტრი. თქვა ქართული კალათბურთში არ ვიცი ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი ისტორიის შემქმნელი. გუშინ მას არა შედეგი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ისტორიული თავის მე-200 მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და კიდევ ერთი მაჩვენებელი გიორგის, ოთარ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძეს ევროპის ჩემპიონატზე, ევრობასკეტებზე ნათამაშები ჰქონდათ 36 მატჩი და გიორგიმ გუშინ 36 მატჩი ჩაატარა, ასევე გაუთანაბრდა ოლიმპიური ჩემპიონები, მიუხედავად ოლიმპიური ჩემპიონები საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. ქუთაისელი ლეგენდები ოთარ ქორქია, ზურაბ საკანდელიძე, მათიხსოვნის ტურნირია, ტრადიციული ტურნირი უკვე წლებია ჩვენს კალათბურთში, საკლუბო კალათბურთში და აი მათ მაჩვენებელს მიუახლოვდა გიორგი. ახლა ერთი კითხვა მაქვს.
როცა თქვათ ვემზადებით მოწინააღმდეგე გუნდთან შესახვედრად. რამდენად მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ ის სტრატეგია, რაც მათ აქვთ, რაც გამოარჩევთ. თითოეულ ქვეყანას თავისი დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, თამაში შეუძლია გვაჩვენოს, ხო, წარმოადგინოს, ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. ყველაზე უფრო გასათვალისწინებელი რა არის ხოლმე ამ შემთხვევაში და პროცესი, როდესაც თამაში მიმდინარეობს, რას გვაჩვენებს? ანუ როგორ შეგვიძლია შევაფასოთ კონკრეტული, ვთქვათ, მოთამაშის განსაკუთრებულობა, ანუ რას ეფუძნება ეს? პირველ რიგში შეკითხვის პასუხად პირველ რიგში დავიწყებ, რა თქმა უნდა, ეს არის დისციპლინა, საქმისადმი მიდგომა, პროფესიონალურად მიდგომა, რაც განსაკუთრებით შეინიშნება, ასე ვთქვათ, უფრო დასავლურ ევროპის დასავლეთ ამ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ირგვლივით რეალურად თორე იგივე სხვა კონტინენტებზე შეიძლება ვთქვათ ავსტრალია არასოდეს არ იყო იგივე კანადა ესეთი განსაკუთრებული საკალათბურთო ქვეყანა, მაგრამ არც ერთი მაგრამ აგერ ხა დღეს მსოფლიო გრანდებს შორის არიან. აი რა განაპირობებს ამას ეს არის მნიშვნელოვანი. ეს მაგალითად ხა ფინეთი, ვარჯიში, სხვათ იქ სწორი პოზიციონირება ნებისმიერ ასპექტზე ეროვნული ჩემპიონატიდან დაწყებული, ბავშვთა კალათბურთიდან დაწყებული, პროფესიონალი სპეციალისტების მწვრთნელები იქნებიან თუ თქვათ იქ მასაჟისტი იქნება თუ რაც იქნება რომ მოზარდობის პერიოდში ბავშვს სწორად განვითარების საშუალება მიეცეს. მე მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატ B დივიზიონს თბილისში ჩატარდა მუშაობდი იმ ჩემპიონატზე და ბრწყინვალეთ იასპარეზა ისლანდიის ნაკრებმა რომელიც თუ სწორად მახსოვს ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ითამაშა ისლანდია არასოდეს არ იყო სპორტული ქვეყანა. ხელბურთში ყავდა ძალიან კარგი ნაკრები, გუნდები ყოველთვის, მაგრამ აი კალათბურთში იგივე ფეხბურთში დიდი წარმატება არასოდეს. აი ეს ბოლო წლებია უკვე ისლანდიაში კალათბურთი ძალიან განვითარებულია. და მთავარწვრთნელთან მომიწია გასაუბრება რომ აი რის ხარჯზე მოხდა მეთქი რომ თქვენთან პატარა ქვეყანაა თან უკიდურესად ასეთ ჩრდილოეთით მდებარეობს, ხო ეხლა თქვათ არის კიდევ სპორტსმენი, წადის უფრო მიდის უფრო ისეთ თქვათ საფრანგეთში, პარიზში ითამაშებს, ლონდონში თქვათ იქ შედარებით კარგი ხელფასიც არის, საცხოვრებელი პირობების. ეხლა ისლანდიაში აი მე განსაკუთრებული კლიმატიდან დაწყებული თქვათ რაღაც ისეთი ისტორიით დამთავრებული არ აქვს. პირველ რიგში მითხრა ეს არის ფულიო. მეთქი ფული აი რანაირად როგორ გავუშვით საფრანგეთშიო, ახალგაზრდა სპეციალისტებიო, ხანგრძლივი ვადითო. რა თქმა უნდა ფინანსებთან არის დაკავშირებული ეს. შემდეგ უცხოელი სპეციალისტები იგივე საფრანგეთზე ქონდათ აქცენტი უფრო ჩამოვიყვანეთ ისლანდიაშიო, ადგილობრივ სპეციალისტებთან ვამუშავებთო, ბავშვებიო, რომლებიც პერსპექტიულები იყვნენ, გავუშვით იგივე ესპანეთში, იგივე საფრანგეთში, იტალიაშიო, დავაფინანსეთ ყველაფრით აბსოლუტურად და შემდეგ დავგიბრუნდენო. ეს ფინანსური და პლუს რა თქმა უნდა ეხა ფინანსები ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, განსაკუთრებით აღმოსავლეთში თქვათ, მაგრამ ნიჭის ნაკლებობა შედარებით აქეთ გამოჩნდნენ ნიჭიერი კალათბურთელები იგივე ფინეთში არასოდეს არ იყო ეხლა თქვათ ფინეთი ისეთი განსაკუთრებული ყავთ აგერ მარკანენი რომელმაც ლამის მარტკი ყავს სხვების მაგრამ ეს განსაკუთრებულია ეს ერთ-ერთი მთავარი ეს ფინანსები ნიჭის სწორი მიდგომა ეხლა ჩვენი აქილევსკის ქუსლი ახსენეთ პერიმეტრის გადაკეთება მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ქართულ კალათბურთში იგივე ნაკრებში რაც თვალში საცემია ეს არის ეროვნული ჩემპიონატი ანუ არ გვაქვს ესე იგი სათანადო მხარდაჭერა ასე ვიტყვი ეროვნული ჩემპიონატიდან ანუ ეროვნული ჩემპიონატი სამწუხაროდ იმდენად სუსტია რომ ეროვნული ჩემპიონატიდან საქართველოში მოთამაშე კალათბურთელებიდან ირჩევა რა თქმა უნდა საუკეთესოები მაგრამ როგორც ხედავთ ყველა თამაშზე ფაქტობრივად გადაიერა 5-6 მაქსიმუმი 7 კალათბურთელის ხრებზე 12 კალათბურთელია ამ დროს ნაკრებში იყვნენ კალათბურთელები, ძალიან კარგი ბიჭები ეროვნულ ჩემპიონატში, სახეები ეროვნული ჩემპიონატისა და ლიდერები, თუმცა აი ეგ ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელი ბოლომდე როგორც ჩანს მათ არენდობა და ესე თამაშებში არ იყენებს მათ ძალას. ანუ ძალიან რთულია რა თქმა უნდა მთელი ტურნირი 2 დღეში 3 დღეში ერთხელ თამაში რო გიწევს 5 კაცზე გადაიაროს, 6 კაცზე გადაიაროს ფიზიკური მონაცემები ერთია, თქვათ, იქ ელემენტარულად იღლება, იფიტება სპორტსმენი. ამას მერე შემდეგ რა თქმა უნდა მოხდება გარკვეული
თქვა ფსიქოლოგიური წნეხი, როდესაც არ გმისდის თამაში, ხა გუშინ კამარ ბოლდუინი ჩვენი ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, რომელმაც ბრწყინვალე მაჩები ჩაატარა, იგივე ესპანეთთან, საფრანგეთთან საერთოდ ორი ქულა იყო ისი ჯარიმებიდან გუშინ ვერაფერი ვერ გააკეთა. ძნელია რა თქმა უნდა, მხოლოდ თქვა თორნიკეზე, იგივე ბითაძეზე და მამუკელაშვილზე იყოს გუნდის წარმატება მთლიანად და აი ამ სამმა კაცმა თვითონ როგორც ვნახეთ გუშინ ბითაძის გაძევების შემდეგ ნაკრების ეს იმოქმედა ბუნებრივია თვითონ კალათბურთელებზეც მათ სათამაშო სტილზეც საბრძოლო ჟინზეც და ამას დაემატა მალევე თორნიკე შენგელიას გაძევება ეს ყველაფერი კომპლექსია ამ ჩემპიონატზე ჩვენ პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ქართველმა კალათბურთელმა თქვა ტექნიკური ან არასპორტული ჯარიმა მიიღო. აი გაცილებით უფრო ესე თქვა ცივსისხლიანები იყვნენ ფინელები, ასეთები არიან გერმანელები, რომლებიც არ ეს რა თქმა უნდა იმაზე მეტყველებს, რომ სათადარიგოები, გუშინ სათადარიგოებმა მოგვიგეს ფაქტობრივად, სათადარიგოებს ჰქონდათ ერთ მომენტში აღარ მავს 25 ქულა ჩაგდებული და ჩვენ სათადარიგოებს ჰქონდათ 0. ეხლა როდესაც ძირითადი ისვენებს და სათადარიგო სულფასოვ ნაცვლის, შემდეგ ისევ ბრუნდება დასვენებული ძირითადი მოთამაშე და ეს ყველაფერი კარგი. იმგვარი პრეცედენტები რაც ვნახეთ კვირის თამაშის შემდეგ და თავად ის ფაქტი რომ ისტორია დაიწერა ამგვარი შესაძლებლობით და გაჩნდა მოკლედ საშუალება და შანსები რას ცვლის ხოლმე ზოგადად დამოკიდებულებას თქვათ თუნდაც საზოგადოების ყურადღებას ეხლა მაინც ფოკუსი ძირითადად არის ხოლმე ფეხბურთისკენ ხო აი ეს კალათბურთის მიმართ ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება სიმართლე გითხრა მე ბოლო დროს ვიგრძენი ეს ალბათ თანხwebdriverაშია ერთგვარად ტალანტის გამოჩენაზე მის დანახვაზე და შემდეგ თავისთავად საპასუხო რეაქციაზე რაც საზოგადოებამ შეიძლება მისცეს მას ხო ბუნებრივია გეთანხმები აბსოლუტურად, როდესაც არის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ესა თუ ის სპორტსმენი, თქვათ, მარტო კალათბურთზე არა, ნებისმიერ სპორტის ნებისმიერ სახეობაში აღწევს დიდ წარმატებას, მისი თქვათ პროფილი, სპორტის სახეობა პოპულარული ხდება იქ ბავშვთა მხრიდან არის დაინტერესება მახსოვს ზურაბ ზვიადაური რო გახდა ათენის ოლიმპიურ თამაშებზე 2002 წელს ძიუდო თბილისში ჭიდაობა ზოგადად გახდა ძალიან პოპულარული სექციები გაივსო თბილისს პრო შევსება თქვათ რეგიონებიდან მოგდიოდა ხო აი თბილისში ძალიან ბევრი და იმის მერე წამოვიდნენ თბილისელი მოჭიდავეები ძიუდოისტები როდესაც ნაკლებობა იყო ასებია კალათბურთში კალათბურთი პრინციპში ჩვენთან ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო საბჭოური პერიოდიდან დაწყებული თუნდაც დამოუკიდებლობის გარიჟაზე 90-იან წლებში, როდესაც სპორტის სასახლე გადაჭედილი იყო ხოლმე ეროვნული ჩემპიონატებით, მათ ვითა გვახსოვს ყველას ის ვარსკვლავური შემადგენლობა, მაშინ არც უცუმერი გავიდა. ხო, ნუ, მაგრამ ყოველთვის მეორე იყო. თუმცა რაღაცა მომენტში შეიძლება რაგბის კუთხითაც რაღაცა მესამეზეც გადავიდა, იმიტომ რომ ერთი პერიოდი, რაგბის მიმართ მახსოვს იყო განსაკუთრებული სიყვარული და სულ ფიქრობ ხოლმე, რომ აი ავხსნა რას ეფუძნება ეს, რატო ვთქვათ არის კონკრეტული სპორტის მიმართ უცებ აი ესეთი აჟიოტაჟი და სიყვარული, შეიძლება გქონდეს რასაკვირველია, მაგრამ ალბათ ყველაზე სწორი ახსნა საბოლოო ჯამში შედეგს აქვს, მოცემულობას აქვს, რასაც უყურებ, ხო? რა თქმა უნდა. ერთი პერიოდი ქონდა ჩავარდნა, ერთი პერიოდი არა, ბევრი პერიოდი შეიძლება ითქვას ფეხბურთში, ნაკრების წარუმატებლობა, საკლუბო ფეხბურთზე აღარ მომოპარაფერს, საერთოდ ევროსარბიელზე, ევროტურნირებზე პირველივე წლიდანვე ვარდებიან ჩვენი გუნდები. ეროვნული ჩემპიონატი როგორც კალათბურთში ვახსენე, ფეხბურთშიც სუსტი გვაქვს და უფრო ამ ხრივ არის მისაღები საქმე და ვთქვათ ოდნავ სტილში მოექცა ფეხბურთი და ამ დროს წარმატებები რაგბში ყოველთვის გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატის მსოფლიო რაგბის მონაწილე ყოველთვის არის რაგბი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ნაკრები და ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ მოხვდეთ იმ 6 ერში თუნდაც იტალიას და შოტლანდიას ტოლსტორად ვებრძოლოთ იგივე ირლანდიასთანაც მსოფლიო თასზე გვახსოვს შკინინის ლელო და ბრწყინვალე გამოსვლა და სხვა არაერთი მატჩი, თუმცა იქ სხვა ვთქვათ მოცემულებები რაგბიში, იგივე კალათბურთში შეიძლება ითქვას, ფეხბურთი უფრო ასე ვთქვათ, როგორც მასობრივი, შედარებით უფრო მასობრივია, უფრო პირველია ფეხბურთი, არა მარტო ჩვენში, ზოგადად მსოფლიოში.
მე არ მომწილო ქვეყნებს, სადაც ჰოკეია თავარი, თქვათ ამერიკაში ბეისბოლი და გნებავთ ამერიკული ფეხბურთი, საერთოდ ამერიკაში ჩვენს ამ ფეხბურთს სოკერს უწოდებენ, ფეხბურთი თავიანთი აქვს ამერიკული ფეხბურთი, რომელიც არაფრით არ გავს ნამდვილ ფეხბურთს, მაგრამ ევროპაში ფეხბურთი არის ყველაზე მთავარი სპორტი. არის ახლა თქვათ იქ ელიტური, თქვათ იქ იგივე ჩოგბურთი, თქვათ იგივე რაგბი, სადაც თქვათ 6 ერის გამარჯვებულ სიტყვაზე თქვათ ინგლისის ბრიტანეთის დედოფალი მონარქია აჯილდოებს, იქ ესწრება და ასეთი. აი ფეხბურთი ესეთი თქვათ მიმართულებები არ არის. მაგრამ უფრო ესეთი ტერმინი იხმარა თუ სწორად მახსოვს აკამორჩილაძემ ფეხბურთზე მისი უდიდებულესობა მუშათა კლასი. ხო, ანუ ყველაზე დაბალი თქვათ ფეხბურთში ახლაც რომ შევხედოთ თქვათ ის აფრიკიდან ჩამოსული ევროპაში ჩასული ფეხბურთელები უმრავლესობა არიან უკიდურესად სიღარიბეში გაზრდილები. კალათბურთშიც ასეა შეიძლება, მაგრამ ფეხბურთში უფრო მას ევროპაში პოულობენ ისინი. ასე ვთქვათ, აი ამ თავშესაფარს და განვითარების საშუალებას. შვილდოსნობაზე რის თქმა შეგვიძლია, კახა. კორეაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ახალგაზრდებში, ალექსანდრე მაჭავარიანი. აღმოვაჩინეთ, გავიცანით და გვაქვს ესეთი კარგი მოლოდინი. 20 წლის არის მაჭავარიანი, ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის და ჩვენი წარგზავნილებიდან, ჩვენი ნაკრების ერთგან საუკეთესო შედეგი აქვს. მართალია გუშინ პლეიოფში ჩაება 46 პოზიციით გავიდა. თუმცა ლამის დაუბრკოლებლად გაიარა პლეიოფის 3 წრე, ყოველ შემთხვევაში საწყისი 2 მეტოქე უპრობლემო დაამარცხა, ჯერ 6-0 მოუგო ბანგლადეშელ მეტოქეს, შემდეგ მე-16 ფინალში დამატებით დროში, უბრალოდ შემდეგ CBK პოვი იყო ესეთი რუსეთის ნაკრების წევრი, რომელიც ნეიტრალური გუნდის სახელით გამოდის. ის 7-1 დაამარცხა, შემდეგ მე-16 ფინალში ურთულესი მატჩი მოუგო ინდოელ რახულს 6-5 და გავიდა უკვე მერვედ ფინალში. მერვედ ფინალში დღეს შეხვდება უკვე ტაივანელ ჩიჩუნტანს და შემდეგ უკვე იწყება მე-4 ფინალი. ვარსთან ნაკრებიდან პლეიოფში სხვა ვერავინ მოხვდა, ქალებში კი 3-ვე მონაწილე გახლავთ გასული პლეიოფში 11 სექტემბერს, ანუ დღეს იასპარეზებენ 3-ვე მათგანი. პირველ წიდან ჩაებება შეჯიბრებაში სალომე ხარშილაძე, ციკო ფუტკარაძე და მედია გვინჩიძე, აი ეს სამეული. თუმცა სიმართლე გითხრათ, მაჭავარიანის წარმატებას, ასეთ წარმატებას მერვე ფინალში გასვლა და შემდეგ ასეთი ის მოულოდნელი იყო 20 წლის ბიჭის ასეთი წარმატება. საერთოდ შვილდოსნობაზე რა შეიძლება ითქვას, წარმატებული სპორტია ესეც საქართველოში ყავს ძალიან ასეთი გამოჩენილი სპორტსმენები და შეიძლება ითქვას და შორეულ წარსულში იგივე კეთემა ლოსაბერიძე, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და ასევე ნიჭიერი თაობა მოდის უბრალოდ დღესდღეობით მსოფლიოში ასეა და ჩვენთანაც შემოდა სპორტის პოპულარობას განსაზღვრავს ფინანსები, რაც უფრო ასე ვთქვათ მომგებიანია, თქვათ არა მხოლოდ სპორტის, როგორც ვატყობ, ფინანსები განსაზღვრავს ყველაფერს დღეს ასეთ გარემოში, ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ. როგორ ამბობენ ხოლმე კონკრეტული თამაში რო დამთავრდება სპორტსმენზე, რომელიც თავს განსაკუთრებულად წარმოაჩენს, ფორმაშია, ხო? მოდი ვთქვათ, რომ ჩვენი სპორტული კომენტატორი ფორმაშია. ეთყობა რუჯზეც რომ კარგად დაისვენა, ეს თავისთავად გავლენას ახდენს იმაზე, რომ 24 სეზონი იყოს ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული, ასე რომ დაელოდეთ სხვა სპორტულ სიახლეებს ის ტრადიციულად 11 საათიანი, 2 საათიანი და 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შეხვდება. მადლობა კახა, ჩვენ ერთმანეთს ხვალ ამ ფორმატში კვლავ შევხვდებით და ვისაუბრებთ სპორტზე. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რაც მობილი დროისთვის.